Okay. მოკლედ დღეს ვიქნება სემინარი ცვლადებზე და if statement-ებზე. წინ ლექციაზე გამიხილეთ და უკვე ვისწავლეთ, რომ თურმე არ არის პროგრამის სრულობა და ხაზი წრფივი. ანუ ისე არ ხდება პროგრამაში და რეალურ სამყაროშიც, რეალურ პროექტებშიც, რომ ჯერ ერთი რაღაც შესრულდეს, მერე მეორე, მერე მესამე და ეს ყველაფერი განხორციელდეს, რომ არანაირი პირობა და არანაირი კონდიშენი მას არ ჰქონდეს. და ეგაა პრობლემა უწევდა მაგ პრობლემების დასაφიქსად ვიყენებთ if statement-ებს, ანუ პირობით ოპერატორებს. ანუ თუ გვაქვს ერთი პირობა, ვამბობთ რომ მოდი ამ პირობის შესრულების შემთხვევაში, ან თუ ეს პირობა true იქნება, ანუ ჭეშმარიტი, შესრულდეს ერთი სახის ფუნქციონალი, ხოლო თუ მეორე პირობა იქნება ჭეშმარიტი, შესრულდეს მეორე ტიპის ფუნქციონალი. ან თუ არც ერთი არ შესრულდეს მესამე ტიპის ფუნქციონალი, else-ში რაც მექნება ჩაწერილი. და მაგ ყველაფრის პრაქტიკულად გასაზრებლად და კარგი პრაქტიკების ასწავლად დღეს გამიხილოთ 4 ამოცანას. ამოკრიბე დავალებებიდან და ამ 4 ამოცანის განმავლობაში გავulit ყველა იმ საკითხს, რაც სხვა დავალებებშიც და ზოგადად ლოგიკურად დაგეხმარებათ ამ საკითხის გარშევაში. ოკეი. მაგრამ მანამდე მინდა ერთ პატარა თემა შევეხო, რაღაც პატარა ახალი თემაც გასწავლოთ. ეს ხება prompts, წეგადანაც გითხარით, რომ prompts-ის გამოყენება ჩვენ არ შეგვიძლია Visual Studio Code-ში. იმიტომ რომ prompt-ის სინამდვილეში არ არის JavaScript-ის ფუნქცია. Prompt-ი არის ჩაშენებული ბრაუზერში. ან მარტო ბრაუზერში გავუშვებთ. და ზუსტად მაგის გამო, აი წინაზე რო Play Code-ში მუშაობთ და ნებისმიერ ონლაინ კომპიუტერში მუშაობთ, მაგის კოდი ეშვება ბრაუზერში და არა Node-ში, Node-ის გარემოში. ამიტომ იქ prompt-ი მუშაობდა. მაგრამ აქ რომ მე prompt-იანი ამოცანა დავწერო, არ იმუშავებს და იმას დაგემტკიცებთ, რომ აი დავწერო prompt რაღაცა კითხვა იყოს მაგალითად რა. დავასეივოთ, გავუშვეთ პროგრამა node გამოტოვება index.js-ით და მივიღე error-ი. Prompt is not defined. ანუ prompt-ი არ არის განსაზღვრული, ანუ ფუნქცია არ არსებობს ეგეთი. შესაბამისად ჩვენ გვჭირდება რომ რაღაცა მეთოდი შევმუშაოთ, რომლითაც prompt-იან ამოცანებს დავწერთ. იმიტომ რომ prompt-იან ამოცანები ბევრია კიდევ, ხო? და შემოკვირვებშიც იქნება. მაგის ორი გზა არის, ერთი გზა არის ისე რომ ონლაინ კომპილატორში წეროთ prompt-ის ამოცანები და როცა მორჩებით, აქ გადმოვიტანოთ უბრალოდ შესანახად. Ctrl-C, Ctrl-V. ან მეორე ვარიანტი არის რომ გამოვიყენოთ ახალი package-ი, ანუ რაღაც შეფუთვა, დამატებითი ხელსაწყო, რომელიც საშუალებას მოგცემს რომ prompt-ი გამოვიყენოთ Visual Studio Code-ში, რათა Node-ში გავუშვეთ პროგრამა. ეგ გზას არსებობს. ამისთვის ვწერე შემდეგ რაღაცას. შემოშევა იქნება რომ თქვენ არ წეროთ ხოლმე ლექციებზე და სემინარებზე და მე წეროთ როდესაც ჩანაწერს უყურებთ. ამიტომ უბრალოდ გავამყევით ლოგიკურად. წერთ npm წერტილი რა უნდა npm გამოტოვება install. npm-ი არის node package manager-ი. ანუ node-ის შეფუთვების მენეჯერი. ანუ ძალიან ბევრი დამხმარე ხელსაწყო და tool-ი არსებობს ინტერნეტში, რომელიც რაღაც გარკვეულ საქმეს გვიმარტივებს. ანუ ახლა აღარ გვიწევს რაღაც ველოსიპედის გამოგონება. უკვე არის და იმას ვიყენებთ. ერთ-ერთი არის ის tool-ი, რომელსაც ახლა გამოვიყენებ. და npm-ით ჩვენ შეგვიძლია ჩავიწეროთ ჩვენს პროექტში ზუსტად ეგ tool-ი, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ნუ npm-იდან ვიწერთ ის არის დაინსტალერება და მე უკვე ხელსაწყოს სახელი. ამ ხელსაწყოს ქვია prompt-sync. აი ეს. მე enter-ს ვაწვევით. აქ ჩაიწერს, ნუ ხა error-ებს არ ყავს, იმიტომ რომ მე Mac-ზე ვარ და წინ უნდა მივუწერო sudo. ისუთით, აი აქ sudo უნდა მივუწერო. იმიტომ რომ უფრო დაცულია Mac-ი და მე parallels ვთხოვს. მაგრამ Windows-ზე ჩვეულებრივ npm install prompt-sync-იც იმუშავებს, აი ეს. Mac-ზე sudo მიაწერეთ. და აი აქ გაჩნდება რაღაც დამატებით ფოლდერი node მოდულების package log.json და package.json. ამივეს ახსნე ახლა არ ვინე, იმიტომ რომ მომავალში მაინც უნდა შევიხოთ ამ 앱ს დაგჭირდება კიდევ და არ მინდა რომ დაგავიდეთ. ამიტომ ნუ ესენი მოდი დავივიწყოთ. თვითონ აქ არც არ არის რა. და ახლა რა შვებით? როგორ ამოვიყვანთ ახლა prompt-ი? მე რო prompt-ი დავწერო, მაგალითად const number უდრის prompt შეიყვანეთ რიცხვი. ასე რაღაც დავწერე. პროგრამა რო გავუშვა ასეთი კომანდით node გამოტოვება index.js. Node არის უნიკალური ყოველთვის გვჭირდება node და შემდგომ უკვე ფაილის ესახელება, ანუ index.js. Enter-ს ვაწვევი, იგივე error-ი მაქვს. ანუ prompt-ი ახლა მაინც არ მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დამატებითი ხელსაწყო დავაყენეთ ჩვენს პროექტში. ამისთვის დამატებით გვჭირდება კიდევ ერთი ხაზი სულ მაღლა ფაილის. და ეს არის შემდეგი. const prompt უდრის require prompt sync და ბოლოს ფჩხილები.
ამებს ახსნას არ დავიწყებ ახლა, თუ ადრე არის, require-ს ნიშნავს და ეს ასაკეთებს. უბრალოდ ჩათვალეთ, რომ აი პირველი ხაზით ჩვენ მუშაობაში შემოყავს prompt-ის ფუნქცია. ანუ ახლა უკვე prompt იმუშავებს, აი ესე დავწერეთ. და მის დაზერვება არც ასაჭირო საერთოდ. არც ის აუცილებელი რომ ხვდებოდეთ თითოეული ნაწილი ამ ხაზის რას ნიშნავს. უბრალოდ იცოდით, რომ ეს ხაზი უნდა დაწეროთ ყოველთვის, როცა prompt-ის გამოყენება გინდათ. Okay? ახლა პროგრამა გავუშვათ, მოდი ახლიდან აღარ დავწერ command-ს, უბრალოდ დავაწვევი კლავიატურაზე ზევითა ის არის, რომ წინა command-ი დავაბრუნო და დავაწვევი enter-ს. და გაეშვა შეიყვანეს რიცხვი. 5-იან შევიყო, მუშაობს შეულებრივად. და ახლა უკვე შეგვიძლია ჩვენს ამოცანებზე მუშაობა დავიწყოთ. და დავიწყოთ პირველი ამოცანით. დაწერეთ პროგრამა, რათა შეამოწმოთ რიცხვი ლუცია თუ კენტი. ეს ამოცანაც იყოფა ორ პატარა ნაწილად. ერთი არის რომ user-ს უნდა შემოვიყვანოთ რაღაც რიცხვი და მეორე არის რომ დავადგინოთ ლუცია თუ კენტი. ნუ პირველ ნაწილს უკვე ჩავწერეთ წეღან prompt-ის ტესტისას, რომ prompt-ით ვეკითხებით რომ შემოვიყვანოთ რიცხვი და მე ამ number-შად შეინახება, იმოდი დავაკონსოლოთ console log number. logout ან ვაკონსოლოთ ჩვენს numbers. გავუშვით პროგრამა, შევიყვანოთ 15 და დაწერეთ 15. მაგრამ ეს 15 რო კენტი აქვს ჩვენ ვიცით, მაგრამ პროგრამასაც უნდა გავაგებინოთ როგორმე. მაგრამ სამაგას გავაკეთებთ. აი ამ ხაზზე რა მეხوار მაკლია მე-4 ხაზზე. ჩატში დამიწერეთ, აბა თქვენი აზრით რა მეხوار მაკლია მე-4 ხაზზე. გავთ იმის იდეა? მე კიდევ შეგხედებთ. აქ, რა მეხوار მაკლია. კი, სწორად. number მაკლია. კითხვა იდეაში აქ არ აუცილებლად რომ აი ზამის კითხვის ნიშანი მქონდეს. მაინც ნებისმიერ ტექსტი მუშაობს. კი, კითხვა ისა number მაკლია. ანუ ეს prompt-ი მიმიბრუნებს string ტიპის მნიშვნელობას. მაგრამ მე string ანუ ტექსტური ტიპის მნიშვნელობა არ მაინტერესებს. მაინტერესებს რიცხვი, იმიტომ რომ ლუცკენტობაზე მიდის საუბარი, რიცხვებზე მიდის საუბარი. ამიტომ აი ამას შევსვავ number ფუნქციაში, რათა string ტიპის მნიშვნელობა გადაკეთდეს number ტიპის მნიშვნელობაში, ანუ რიცხვი ტიპის მნიშვნელობაში. და აქ ნუ const-ი შეგვიძლია დავწეროთ, ასე შეგვიძლია let-ი დავწეროთ, მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა მოდი მე const დავწერ, იმიტომ რომ მე ამ number ცვლადი შესვლას არ ვაპირებ. და არც მინდა შემთხვევით შემეცვალოს, ამიტომ აქ გამოვიყენებ const-ს, ანუ კონსტანტას, მუდმივას. და ახლა ჩემი მიზანი არის, რომ გავიგო ეს რიცხვი არის თუ არა ლუცი და არის თუ არა კენტი. და ამისთვის ვიყენებთ უკვე if statement-ებს. და რატომ? აქ მაინც ვკარნახობს. ოკეი, რაღაცა ითული მაქვს და ეგ ვკარნახობს ხოლმე, თქვენ არ გამიყავთ, ეგ მე მუშაობაში ვჭირდება უბრალოდ. და აქ გვჭირდება if else statement-ები. და რატომ? იმიტომ რომ პროგრამას შესაძლოა რომ კონდეს სულ რაღაც ორი ვარიანტი. ანუ ორი რაღაც უნდა დავაკონსოლოთ. ერთია რომ რიცხვი ლუცია, მეორეა რომ რიცხვი კენტია. ანუ ან ერთი უნდა დავაკონსოლოთ, ან მეორე. და რომელი როდის უნდა დავაკონსოლოთ, მაგას სჭირდება იმის განსაზღვრა თუ რა პირობა გვექნება. ანუ თუ რიცხვი ლუცია, მაშინ ვაკონსოლოთ რომ რიცხვი ლუცია, თუ არა და ვაკონსოლოთ რომ რიცხვი კენტია. და აქ ვიყენებთ უბრალოდ if statement-ებს. ანუ თუ number-ი რო გაიყოფა 2-ზე ნაშთით, ნაშთი იქნება 0-ის ტოლი. ეს არის modulus remainder, ანუ ნაშთის ოპერატორი. და სიტყვაზე თუ აქ ვიწერეთ 15, 15 რო 2-ზე გავყო, არის 7 და ნაშთი რჩება 1. 1 ხო არ უდის 0-ს. ესე იგი false-ია და შევა else-ის ნაწილში. ანუ თუ ნაშთი არის 0-ის ტოლი, მაშინ დავაკონსოლებთ console log რიცხვი ლუცია, უბრალოდ ლუცია. აი ეს, მოდი ჯერჯერობით გავშვით. გავუშვით პროგრამა, შევიყვანოთ 10 დაწერა ლუცია. გავუშვით პროგრამა, შევიყვანოთ 9, არაფერს არ დაუწერია. იმიტომ რომ მე რო წეღან 10 შევიყვანე, 10 რო 2-ზე გავყოთ, არის ნაშთი 0. იმიტომ რომ 5 ჯერ ზუსტად ეტევა ორიანი. 0 ხო უდრის 0-ს. ესე იგი ეს არის true და ჩვენ რა ვისწავლეთ წინა ლექციაზე, რომ თუ if-ის პირობაში საბოლოო ჯამში true ბრუნდება, მაშინ პროგრამა შედის if-ის ტანში, ანუ აი აქ. და კონსოლდება რიცხვი ლუცია. მაგრამ ეხლა გვჭირდება რომ გამოვაკონსოლოთ როცა რიცხვი კენტია. მაგას როგორ ვიზავთ? ნუ კენტი რიცხვი მაშინ არის, როდესაც 2-ზე გაყოფისას ნაშთი არის 1, ანუ 2-ზე როცა ვერ იყოფა. ამისთვის ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მეორე პირობაც, რომ თუ კი მეორე პირობისთვის თუ კი number-ი რო 2-ზე გავყავით, ნაშთია 1-ის ტოლი,
ან ეს იგივე იქნებოდა, რომ ნაშთი არ არის ნულის ტოლი. იგივე პირობა არის. რომელსაც დავწერთ მნიშვნელობა არ აქვს. მაშინ დავაკონსოლოთ, რომ კენტია. პროგრამა გავუშვათ, შევიყვანოთ 9-იანი, დაწერათ კენტია. 10 შევიყვანოთ, დაწერათ ლუწია. თუმცა, ნახეთ, მე აი ეს პირობა საერთოდ არ მჭირდება, იმიტომ რომ თუ რიცხვი ლუწი არაა, ის ხომ უეჭველი კენტი იქნება, ანუ სხვა გზა ხო არ დაჩენია რიცხვს. ანუ რიცხვი ყოველთვის ან ლუწი ან კენტია, სხვა გზა არ არსებობს. ამიტომ თუ რიცხვი ლუწი არა, უეჭველი კენტი იქნება, შესაბამისად აქ უბრალოდ დანარჩენი პირობის ჩაწერას აზრი არ აქვს. და ეგ შემთხვევაში ვიყენებთ else. else ანუ როგორც ქართულად თუ არა და. ანუ თუ რიცხვი თუ ნაშთია ნული, მაშინ დავწეროთ ლუწია, თუ არა და მაშინ კენტია. ანუ თუ რიცხვი ლუწი არა, უეჭველი კენტია და აქ პირობის დაწერას აზრი აღარ აქვს. და ეს იყო ჩვენი პირველი ამოცანის ამონახსნა. if else-ების გამოყენებით. მოდი მას დავაკომენტარებ და გადავიდეთ მეორე ამოცანაზე. დააწერეთ პროგრამა, რათა შეამოწმოთ სტრიქონი ცარიელია თუ არა. ზოგადად, როდესაც ამოცანის კეთებას ვიწყებთ, არასდროს არ უნდა დავიწყოთ ეგრევე კოდის წერით. იმიტომ რომ მანდ უკვე შეცდომა დავუშვით ჩათვალეთ. ჯერ კარგ უნდა გქონდეს გააზრებული პირობის შინაარსი, რას გვეკითხებიან. ანუ ჯერ უნდა გავიაზროთ რა არის სტრიქონი რო ცარიელია. ანუ მაგალითად, აი სტრიქონი ცარიელი არა, ანუ სტრინგი ცარიელი არა, იმიტომ რომ რაღაცა წერია შეგით. ანუ შესაბამისად თუ სტრიქონი მაქვს, ანუ სტრინგი სადაც არაფერი მიწერია, მაგალითად ეს უკვე ცარიელია. ანუ შესაბამისად რაღაცა ცვლადი რომ აქვს. ეგ ცვლადი თუ გაუტოლდება ცარიელ strings, ესე იგი ცარიელია, ხო? ანუ მაგალითად მაქვს ცვლადი let str უდრის algoons, ხო? მაგალითად. თუ ეს algoon, ეს string-ის ცვლადი გაუტოლდება ცარიელ strings, ესე იგი ცარიელია. ანუ აქაც if else მჭირდება. თუ თქვენ ქართულად დაალაგებთ კარგად პირობას, თვითონ გიკანახებთ კოდში როგორ უნდა ჩაწეროთ. ანუ თუ string-ი ცარიელია, ანუ if გჭირდებათ უეჭველი, ანუ თუ if მერე პირობა, თუ string-ი უდრის ცარიელ strings, მაშინ დავაკონსოლოთ, რომ ცარიელია, თუ არა და დავაკონსოლოთ, რომ არ არის ცარიელი. აი ეს. ანუ თუ ცარიელ strings არ უდრის, ხო? ესე იგი უეჭველი არა ბოდიში, თუ ცარიელ strings უდრის, ეს არის false-ი, ესე იგი უეჭველი ცარიელია. ცარიელი არ არის. აი მაგალითად. string-ი ხო ახლა algoon-ია. ეს დაბეჭდავს, რომ არ არის ცარიელი. იმიტომ რომ string-ი არის algoon-ი, აქ მოდი ჩავსვათ. აი ასე. algoon-ი უდრის ცარიელ strings. რა თქმა უნდა არა, ეს არის false, ანუ მცდარი პირობა. თუ if-ში false მაქვს, ეგრევე შევდიოთ else-ში და დავაბეჭდოთ, რომ არ არის ცარიელი. მაგრამ თუ ეს string-ი ცარიელი თავიდან, ცარიელი string-ი ხო უდრის ცარიელ strings. შესაბამისად ეს არის true. ამიტომ დავაკონსოლოთ, რომ ცარიელია. ეგრევე შევვალოთ if-ის ტანში. ოკეი? მოდი პროგრამა გავუშვათ. მითხრა რომ არ არის ცარიელი, რა თქმა უნდა, algoon-ი რაღაც წარმოადგენს, ანუ 100-ზე მეტი მაინც არის როგორც მინიმუმ. დავასეიროთ ისევ, ეხლა ეს უკვე არის ცარიელი. თუმცა, ნუ იდეა შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს პროგრამა დასრულებულია რა, ძალიან მაგარი არის. მაგრამ მოდი ეგეთი შემთხვევა შემოვიღოთ. აი აქ თუ მაქვს ძალიან ბევრი space. თქვენთან მაქვს კითხვა. ახლა რას დამიბეჭდავს? ცარიელია თუ არ არის ცარიელი დამიბეჭდავს? აქ არაფერი მიწერია. space-ები უბრალოდ. აზრებურად იყო ისევ. არ არის ცარიელი, ცარიელია. აჰა, ოკეი. კარგი, მოდი გავუტესტოთ, აბა. გავუშვათ პროგრამა. ცოტი node გამოყენებული index.js დამიწერა რომ არ არის ცარიელი. შეიძლება ცოტა ლოგიკოდ ჩანდეს, იმიტომ რომ როგორ თუ არ არის ცარიელი, აშკარად შეგით არაფერი მიწერია, ხო? ეს ცარიელი უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში JavaScript-ში და ზოგადად პროგრამერების ენებში space-იც კი რაღაცა character-ი, ანუ სიმბოლოს წარმოადგენს. ამიტომ აი ეს string-ი ამას ვერ გაუტოლდება აშკარად, ხო? და ეგეთ მომენტებში ან თუნდაც აქ რომ ეწეროს hello. აი ეს თავში და ბოლოში space-ები რაც აიგენი არ მჭირდება, ეგენი მოვაშორო.
და მაგისთვის მე მეხმარება trim მეთოდი, trim ფუნქცია. trim არის გაკრეჭვა. წარმოვიდგინეთ, რომ როდესაც string-ზე ვადებთ trim ფუნქციას, თავსა და ბოლოში space-ებიც აქვს, მაგას კრეჭს, ანუ აცლის. შესაბამისად, თუ string-ი მთლიანად space-ებით ასავსებ, მაგ space-ს ამოიღებს. ამიტომ მე string-ს ჯერ trim ფუნქციას დავადებ, აი ასე, წერტილი trim ფრჩხილები და მხოლოდ მე გავუტოლებ ცარიელ string-ს. ანუ ახლა უკვე მეტყვის, რომ ცარიელია. და რატო? ეს string-ი ხომ არის აი ეს space, დიდი space. მე რომ აი ეს გავკრიჭე, trim მაგას ნიშნავს რა ქართულად. დარჩა ცარიელი string-ი, აი ეს. იმიტომ რომ space-ები აქეთ-იქიდან მოშორდა. და ცარიელი string-ი ხო უძრის ცარიელი string-ს, ესე იგი ეს არის true. და შესაბამისად შევდივართ if-ის ტანში და ვაკონსოლებთ, რომ ცარიელია. Okay? ნუ ამის ჩაწერის მეორე ხერხიც არსებობს, რომ გავარკვიოთ string-ი ცარიელი თუ არა. ერთი არის რომ გავუტოლოთ ცარიელ string-ს, ამ მეორე არის რომ მისი length-ი გავუტოლოთ null-ს. length-ი უკვე პირველ ლექციაზე გავიარეთ, რომ length-ი გვეხმარება გავიგოთ string-ის სიგრძე. ანუ რამდენი სიმბოლოსგან შედგება string-ი. და თუ ამ სიმბოლოების რაოდენობა 0-ია, ესე იგი ცარიელია. ან მაგალითად აი ამ string-ის სიმბოლოების რაოდენობა 0-ია. algounis არის 7. 7 ცარიელი არა. და ნუ ეს ხერხი შეიძლება რომ გამოვიყენოთ აბსოლუტურად იგივე პასუხს მოგცემს. შვენიერი. თუ ეს ახლა შვენიერი. ნუ ორივე ხერხი მისაღებია. ოკეი, ეს ხო მეორე ამოცანის ამონახსნი. და გადავიდეთ დღეისთვის ბოლოს წინამოცანაზე. დაწერეთ პროგრამა, რომელიც შეეკითხება მომხმარებელს ქულას და გამოიტანს შესაბამის შეფასებას. ანუ users ქულას ვეკითხებით და მაგ ქულის და მიხედვით ვეუბნებით რა შედეგი მიიღო. და აქ მაქვს პირობები ჩამოწერილი. თუ 91-დან 100-მდე მიიღო არის A, ანუ A შეფასება, 91-დან 90-მდე B, 71-დან 80-მდე C და ასე შემდეგ. და თუ 0-სა და 50 შორის ესე იგი ჩაიჭრა. და უნდა გამოვიყენოთ ორივე, if else და switch-იც. ანუ ორი ხერხი უნდა გავაკეთოთ ერთი ამოცანად რა. ნუ ესეც ორი პრობლემად შეგვიძლია დავყოთ. ორი ძირითადი პრობლემა. ერთი არის რომ შევეკითხოთ მომხმარებელს ქულა, ანუ სკორი და მე დავთვალოთ რაღაცები. მოდი მაგას ჯერ არ ვფიქროთ. ანუ let score უდრის მოდი ეგრევე ნამბერს ჩავწერე, იმიტომ რომ რიცხვებზე მოგშეხება და შევეკითხებ რომ შეიყვანოს ქულა. ოკეი? ერთ space string-ით ვერ მოაშორებ. თუ გინდა რომ string-ის თავში მოაშორო space, აი ასე მაგალითად hello გვაქვს აქ. თუ გინდა რომ space-ები მოაშორო, მაშინ გამოიყენებთ trim starts, ანუ trim-ის დაწყის. თუ გინდა რომ მარტო ბოლოში მოაშორო, გამოიყენებთ trim ends. მარტო ერთ space ვერ მოაშორებ. მაგის სხვა რაღაცა გჭირდება. და იქ ჯერ არ მინდა. ნუ აქ ვკითხეთ ქულა და ახლა უნდა გავტესტოთ რა შუალედში ეს ქულა. მოდი ახლაც იგივე, აქ ხო ბევრი შუალედი მოქვს. მოდი ჯერჯერობით მარტო ერთ შუალედზე ვიმუშაოთ. 91-დან 100 შექმნით. ანუ მაგალითად თუ სკორი არის სიტყვაზე 95, მომხმარებელს უნდა დაუბეჭდოთ A. აი მაგას როგორ გავაკეთებ, რომ მითხრათ ჩატში. როგორ გავიგო? ეს სკორი რიცხვი არის თუ არა 91-და და 100 შორის. აბა იები რა გაქვთ. როგორ გავიგოთ რიცხვი არის თუ არა 91-და და 100 შუალედში. რა გჭირდება მაგისთვის? მიგავდებით. if-ი უეჭველი გჭირდება, იმიტომ რომ რაღაცა პირობა გვაქვს, რომ თუ 91-და 100 შორისაა, დავკონსოლდ A. თუ მაგრამ მაგ თუს პირობაში შეждდება. სალამი, sorry კი. ანუ ჩვენ გვჭირდება ლოგიკური ოპერატორი AND, ანუ და. ჩვენ გავიგოთ რომ რიცხვი არის 91-და და 100 შორის, ეს რიცხვი უნდა იყოს 91-ზე მეტი ამ ტოლი
და ამავდროულად 100-ზე ნაკლებიან ტოლი. ანუ ორი პირობას უნდა ყოფილებდეს, რომ თქვათ, რომ აი ეს უეჭველი 90-ზე და 100 შორის არის. ანუ თუ სკორი მეტია ან ტოლი 91-ზე და ამავდროულად სკორი ნაკლებია ან ტოლი 100-ზე, მაშინ დავაკონსოლოთ A. და ახლა რომ გავუშვით პროგრამა 95-ია მართლაც რომ 91-ზე შორისა დააკონსოლებს A-ს, მაგრამ თუ დავწერე ახლა მე 80, არაფერს არ დააკონსოლებს. ოღონდ ახლა ჩვენ გვჭირდება ამისთვის დამატებითი რამდენიმე პირობა. ანუ A-ზე გავაკეთე, ახლა გვჭირდება B, C, D, E და მე უკვე ჩაჭრის მაჩვენებელის პირობა და თავისი execution-ი. და ეს როგორ მუშაობს ახლა? მაგალითად, სკორი თუ არის 95, აქ შევსვათ 95 მოდი, ხო? ეს ხო მეტია ან ტოლი 91-ზე. ესე იგი ეს არის true. 95 ასევე ნაკლები ან ტოლი 100-ზე. ეს არის true და true და true აბრუნებს საბოლოო ჯამში true-ს. ამიტომ შევდივართ if-ის ტანში. Okay? და ასე ვჭირდება დანარჩენი პირობების ჩაწერა. და მეორე მოდის მეორე. თუ კი სკორი მეტი ან ტოლი 91-ზე და ამავდროულად სკორი ნაკლები ან ტოლი 90-ზე, მაშინ დავაკონსოლოთ B. ხოლო თუ კი სკორი მეტი ან ტოლი 71-ზე და ამავდროულად სკორი ნაკლები ან ტოლი 80-ზე, მაშინ დავაკონსოლოთ C. თუ კი, ამდენელა 10-ობით ჩამოდივართ თქვენ შუალედებზე. თუ კი სკორი მეტი ან ტოლი 61-ზე და ოლკა იგივე შევა აბსოლუტურად. და ამავდროულად სკორი ნაკლები ან ტოლი 70-ზე, მაშინ დავაკონსოლოთ D. გონი იზეც ქონდა რაღაც, აი იზე გვაქვს 51-დან 60-მდე, ოკეი. მაშინ თუ კი სკორი მეტი ან ტოლი 51-ზე და ამავდროულად სკორი ნაკლები ან ტოლი 60-ზე, მაშინ დავაკონსოლოთ E. და ამით უკვე გამოვა საბოლოო პასუხი. ან თუ მაგალითად ახლა გავუშვათ პროგრამა, მოდი ბოლოს შემოვიტოვოთ. შევიყვანოთ 46. 46 არც ამ შუალედში არ ზის, ხოლმე ზის ამ შუალედში. ნუ ზოგან ზის, ახლა მაგალითად 51 რო ავიღოთ, 51 მეტი ან ტოლი 71-ზე? არა, ეს არის false. მაგრამ ეს true არის. 51 ნაკლები ან ტოლი 80-ზე, ხო? ესა false. კი, ბოდიში true. მაგრამ სიმძლეში და ლოგიკურ ოპერატორს ის თვისება აქვს, რომ თუ ორივე ან ყველა true არ არის, საბოლოო პასუხი true არა, ანუ ეს false იქნება მაინც, იმიტომ რომ ერთი false მაინც გვაქვს. და მე გავდივართ ახალი პირობის შემოწმებაზე. და თუ საბოლოო ჯამში მივიღოთ აი ამ პირობაზე, სადაც ყველაფერი ჯდება 56 მეტი 51-ზეც, ნაკლებია 60-ზეც, ორივე true არის და შევალთ I-ში. და თუ არც ერთი პირობა არ შესრულდა, ესე იგი 50-ზე ნაკლები მიიღო სტუდენტმა ან ვიღაც მოსწავლემ. და ეგრევე დაუწერეთ ჩაიჭრა. ანუ დაუწერეთ ბოლოში else, ანუ ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში დავაკონსოლებთ რომ ჩაიჭრა. კონსოლ ჩაიჭრა, აი ეს. ანუ ახლა რომ მე შევიყვანო სიტყვაზე 45, ჩაიჭრას მიწერა, შევიყვანო 10. ჩაიჭრა, შევიყვანო 95, მიიღო A, იმიტომ რომ პირველივე შუალედში დაждდა true პირობაში. იდეაში ეს არის ამ ამოცანის ამონახსნი, ნუ მარტო if-else statement-ების ხერხით. თუმცა მინდა რომ ერთ რაღაცას გავამხოთ ყურადღება, იმიტომ რომ ამოცანის უფრო კარგად ჩაწერათ შესაძლებელი არის. და როგორ? ნახეთ. მაგალითად, თუ აქ არ შევიდა პროგრამა. ანუ როდის არ შევა აქ პროგრამა? ესე იგი, თუ 91-ზე მეტი არა და ას ნაკლები არა, ანუ გამოდის რომ თუ 91-ს და 100 შორის არ არის, აქ არ შევა და გადავა მეორეზე, ხო? და აქ მიწერა სკორი ნაკლები ან ტოლი 90-ზე. მაგრამ თუ პროგრამა 26 ხაზამდე, ანუ მეორე else-ამდე მოვიდა, ეგ ისედაც მიანიშნებს იმაზე, რომ სკორი აუცილებლად ნაკლები ან ტოლი იქნება 90-ზე. იმიტომ რომ წეღან 91-ზე და 100 შორისო დავუსვიკითხვა, მაგაზე მითხრა არ არისო. ანუ შემდეგ უკვე 90-ზე ნაკლები ან ტოლი უეჭველი იქნება, ამიტომ ამ პირობის ჩაწერას აზრი არ აქვს. როგორც ამისას და როგორც ქვევითას ჩაწერას. იმიტომ რომ თუ
ჩამოვიდი აქამდე, ეგ ისედაც იმას მენიშნავს, რომ ეს false იყო საბოლოო ჯამში, ანუ 91-ს და 100-ს არ იყო რიცხვი და ის უაჭველი 90-ზე ნაკლები იქნება. და ისეთი პირობები შეაწერას, რომელიც ძალიან სალსა ხა ისედაც აზრი აღარ აქვს უკვე, ეგ არ გება აზრი. ამიტომ ამ მეორე პირობებს მოვაშორებთ. თუმცა აქ მაინც გვჭირდება, იმიტომ რომ აი ეს რომ მოვაშოროთ სიტყვაზე, ხო? და გქონდეს ეგეთი რაღაცა. მე რო შევიყვანო სიტყვაზე 150 და მიწეს a-ს. არა და a-ს არ უნდა მიწერდეს, იმიტომ რომ 150-იანი ქულა არ არსებობს. არსებობს 100 მაქსიმუმ. ამიტომ პირველი შუალედის დაფიქსირება მაინც მიწევს. და მე როგორ პროგრამა შუალედად მოუყვება. თუმცა თავიდან მაგის ჩაწერა შეგვიძლია რომ მაგალითად თუ სიტყვაზე გავტესტოთ შუალედები რა. მაგალითად არ გვინდა რომ უარყოფითი რიცხვი მივიღოთ input-ად, იმიტომ რომ უარყოფითი რიცხვი არ შეიძლება იყოს გამოსდის შედეგი. ან 120 არ შეიძლება იყოს გამოსდის შედეგი, იმიტომ რომ 0-ზე ქვევითა 1 და მეორე 100-ზე მაღალი. ამიტომ ზოგადად პირველი პირობა შეგვიძლია რომ ეგ რაღაც დამცავად გქონდეს ხოლმე. რომ თუ მაგალითად თუ სკორი ნაკლებია 0-ზე ან სკორი მეტი 100. მაშინ დავაკონსოლოთ რომ არასწორია. არასწორი ქულა. ახლა უკვე გვჭირდება განსხვავებული ლოგიკური ოპერატორი ანუ ინგლისურად ქვია or. ანუ მე აქედან უკვე ერთ-ერთი მაინც მაწყობს იმის სათქმელად რომ არასწორი ქულაა. აი მაგალითად -5. -5 აქ რო ჩავწერო და აქაც რო ჩავწერო, ხო? აი ამ პირველი სკორის მაგივრად. -5 ნაკლებია 0-ზე არის true, თუმცა -5 მეტი 100 არის false. თუმცა true ან false გვაძლევს საბოლოო ჯამში true-ს, იმიტომ რომ ან ლოგიკური ოპერატორის შემთხვევაში მთლიან პირობებში ერთი მაინც რო იყოს true, საბოლოო პასუხი მაინც true დარჩება. აი როგორც ლექსიაზე ახსენე კარაქის და კვერცხის მაგალითზე, რომ მე მითხრას რომ აი თემო მაღაზიაში შევიდი და მოვიტანე კვერცხი ან კარაქი. მე რო კვერცხი ამოვიტანო, ეგეც შეიძლება, მე რო კარაქი ამოვიტანო, ეგეც შეიძლება. მე რო ორივე ამოვიტანო, ეგეც შეიძლება. მაგრამ მე თუ არც ერთი ამოვიტანე, ეგ არ შეიძლება. ანუ ან ერთი ამოვიტანო, ან მეორე. აქაც იგივეა, ერთ-ერთი რომელიმე თუ არის true, საბოლოო პასუხი არის true. და მე როგორ ვაგრძელებთ უკვე else if-ებით. იმიტომ რომ მე კიდე if-ით გადაბმა არ შეიძლება. მაშინ ეგ თალკე if-ის ნაწილი იქნება. და ახლა უკვე თუ შევიყვანთ -10 დაწერს რომ არასწორი ქულა, 150 დაწერს რომ არასწორი ქულა, ხოლო სიტყვაზე 96 დაწერს რომ a-ია. ან 45 დაწერს რომ ჩაიჭრა და ასე შემდეგ. Okay? ორი if-ის დაწერა შეიძლება კი. ოღონდ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ აი ეს შეიძლება, if რაღაცა პირობა და execution-ი და მეორე if-ი. უბრალოდ ეს if-ი და ეს if-ი ერთმანეთის კავშირში არაა. ანუ ეს ცალკე მუშაობს, ეს ცალკე მუშაობს, ერთმანეთს არ უკავშირდებიან. თუმცა მე აქ ყველა if-ი, ყველა else if და ყველა else-ი, ნუ იდეაში if-ი და else-ი მარტო ერთი შეიძლება იყოს ერთ ჯაჭვში, else-ი რამდენზეინად. არის ერთი ნაწილი. ერთი ჯაჭვის ნაწილი, იმიტომ რომ ლოგიკურად ერთ რაღაცას ემსახურება. ანუ ლოგიკურად ყველა პირობა ერთ რაღაცას ემსახურება, რომ ქულა დაადგინოს. არასწორია თუ a-ია, b-ია, c-ია, d-ია, e-ია თუ ჩაიჭრა. ამიტომ როდესაც ჯაჭვი გვინდა რომ ემსახურებოდეს ლოგიკურად ერთ საქმეს, მაშინ იქნება ის მართლა ჯაჭვი. ანუ ერთმანეთს გადავაბავთ. მაგრამ თუ სხვადასხვა ლოგიკურ საქმეს ემსახურება statement-ები, მაშინ ცალკე ერთი if უნდა მქონდეს თავისი ჯაჭვი თუ უჭირდება და ცალკე მეორე. ეგეც შეიძლება რა თქმა უნდა. ეს იყო მესამე მოცემის ამონახსნი და გადავიდეთ body-შიც ეს არის იყო, იმიტომ რომ ბოლოში მეუბნები რომ switch-საც გააკეთებ. ამიტომ switch-ს უნდა გავაკეთოთ. switch-ი რო გავახსენოთ, switch-ი გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც გვინდა რომ გავტესტოთ ცვალის მნიშვნელობა. ან მაგალითად თუ ცვლადი არის a, ან b, ან c, ან თუ არის male, ან თუ არის female. ანუ მარტივი სამტოლებიანი შედარების პირობების დროს გვჭირდება switch ძირითადად. თუმცა ასეთი რთული პირობების შემთხვევაშიც გამოიყენება. უბრალოდ განსხვავებულად ცოტა. აქ ვწერთ switch-ს. და წინაზე გითხარით რომ აი ამ ფრჩხილებში ვწერთ ხოლმე ისეთ იმ ცვლადის სახელს, რომელიც მინდა რომ გავტესტო, რა მნიშვნელობისაა. მაგრამ ახლა მე სკორის გატესტვა არ მინდა, რა მნიშვნელობისაა. ანუ მე არ მაინტერესებს სკორი 95-ია, 60-ია, 45-ია თუ რა არის კონკრეტულად. მე მაინტერესებს სკორის შუალედები. ანუ 91-ზე მეტია და 100 ნაკლები, 91-ზე მეტია და 100 შემდეგ მაინტერესებს. ანუ ეგ ოდნავ კომპლექსური პირობაა. ეგეთ შემთხვევებში switch-ის ფრჩხილებში ყოველთვის წერთ true-ს,
რათა პროგრამა switch შევიდეს. და მე case-ებად წერთ იგივე პირობებს, რაც ახლა მეწერა. ანუ აი ასე. case ეს პირობა, მაშინ დავაკონსოლოთ, რომ არასწორი ქულა და დავაბრეიქოთ, რომ მე სხვები აღარ შეამოწმოს. მე case თუ 91 მემტია და 100 ნაკლებია, ეს ვაკონსოლებ ვაბრეიქებ და ასე გაგრძელდება მთლიანი switch-ი. ანუ ეს case იგივე რაც else if და if-ი, ეს პირობა იგივე რჩება და ნუ break-ი დაგჭირდება დამატებით უბრალოდ. და default-ი არის იგივე რაც else-ი, მაგრამ ანუ ყველაფერი იგივე უბრალოდ იცვლება სინტაქსი. უბრალოდ ასეთი პირობების შემთხვევაში, როცა კომპლექსური პირობებია, კომპლექსურ პირობას ამ შემთხვევაში ვიძახი იმათ, რომელიც არ არის შედარება. ანუ მეტობა ნაკლებობა უკვე კომპლექსური ამისთვის. ასეთ რომ switch აღარ ვიყენებთ ხოლმე და გიჩვენეთ რომ ამ დროს if-ები გამოვიყენოთ, უფრო კაია. თუმცა მე თუ მეკითხებია რომ ეს core შეიძლება იყოს A, B, C, D ან E და დაბეჭდეთ რა ქულები მიიღო. მაშინ მე მაინტერესებს core A-ია, core B-ია, core C-ია თუ რა არის, იმიტომ რომ მან შუალებები აღარ მაქვს. ეგეთ შემთხვევაში გავტესტავდი რომ თუ მაგალითად აქ core მქონდეს სიტყვაზე რა, თუ case არის A, მაშინ რაღაცა გავაკეთოთ. თუ case არის B, მაშინ რაღაცა გავაკეთოთ და ასე შემდეგ. ხო? თუმცა ასეთ შემთხვევაშიც ტექნიკურად switch-ის გამოყენება შეიძლება. მაგრამ ჯობია რომ არ გამოვიყენოთ. ოკეი. და მოდი გადავიდეთ დღეისათვის ბოლო ანუ მეოთხე ამოცანაზე. დაწერეთ პროგრამა, რომელიც input-ის სახით მიიღებს თვის რიცხვს, ანუ 1-ს იანვრისთვის, 2-ს თებერვლის და ასე შემდეგ და ამობეჭდავს დღეების რაოდენობას ამ თვეში switch case-ის გამოყენებით. ანუ აქ რა ხდება, მოდი კარგად გავიაზროთ. ანუ user შემოყავს რაღაცა რიცხვად, მაგალითად შემოვიყვან 1-იანი. ეს 1-იანი რას ნიშნავს? ეს 1-იანი ნიშნავს, რომ user-ი გულისხმობს თვე იანვარს და ჩვენ უნდა დავუბეჭდოთ 31. და 31. იმიტომ რომ პირველ თვეში, ანუ იანვარში არის 31 დღე. თუ შემოვიყვან 2-იანი, ესე იგი გულისხმობს თებერვალს და ჩვენ უნდა დავუბეჭდოთ 28 ან 29, იმიტომ რომ ზოგადად თებერვალში არის 28 ან 29 დღე. ჩვეულებრივად. და ეს უნდა გავაკეთოთ switch case-ების, ხო, კი, მე რა. switch გჭირდება ზუსტად. ანუ ჩვენ გჭირდება, რომ პირველი პრობლემა ის არის, რომ user შევეკითხოთ და ვუთხრათ, რომ შემოიყვანოს თვე, აი მაგალითად const month უდრის, მოდი რიცხვში გადავიყვანოთ, იმიტომ რომ შედარებაზე მეტი საქმე. number prompt შეიყვანეთ თვის რიცხვი. თუ შევიყვან 1-იანი, ბოდიშით, ეს არ დავაკონსოლე, კი არ დავბეჭდე. აი ეს და გამორჩებოდიშით კომენტარის დასმა. მოდი გამოვართო, შევიყვანოთ 1 და ეს აქ უნდა იბეჭდებოს 31. იმიტომ რომ იანვარის თვეში არის 31 დღე. და უკვე მართლა switch გჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ month-ი უნდა გავტესტოთ. რაც იმას ნიშნავს, რომ მაინტერესებს month-ი რა არის, 1-ია, 2-ია, 3-ია, შუალედები აღარ მაინტერესებს. პირდაპირ მიშლა მაინტერესებს. ამიტომ მე ახლა switch გავტესტავ. ანუ switch ჩავწერ ფრთხილებში month, იმიტომ რომ ამის შემოწმება მჭირდება და დავწერ რომ თუ case-ი არის 1 ან თუ month-ი 1 სტოლია, მაშინ დავაკონსოლოთ 31 დღე. და მე break. თუ case-ი 2 სტოლია, დავაკონსოლოთ 28-29 დღე. მე break-ი რო გაჩერდეს და სხვაფში აღარ შევიდეს. თუ case 3 სტოლია, დავაკონსოლოთ მე 31 დღეა და break-ი. ბევრი რუტინული საქმის კეთება გვიწევს ახლა. თუ case-ი 4 სტოლია, მაშინ დავაკონსოლოთ 30 დღე და break-ი. თუ მე-5 თვეა, მე-5 თვეში გვაქვს 31 დღე და break-ი, მე-6 თვეში გვაქვს 30 დღე, მე-7 თვეში გვაქვს 31, მე-8-ში 31, მე-9-ში 30, მე-10-ში 31 და კიდევ ორი დაგვრჩა 32. ოკეი, ეგა. და ბოლოს მე-12 თუ არის დეკემბერი, დეკემბერში 31 დღე და default-ი ანუ else იმას ნიშნავს, რომ თუ არც 1, არც 2 და არც 12 არ შემოიყვან, ანუ 1-თან 12 შეთვლით და შემოიყვან მაგალითად -5 ან 15. ეგ იმას ნიშნავს, რომ არსად არ შევაქვს, იმიტომ რომ მინუსიანი და 12-ზე მეტიანი თვე არ არსებობს. და დაუბეჭდოთ, რომ არასწორი თვერის შემოიყვანა. მოდი გავტესტოთ პროგრამა და ნახოთ როგორ მუშაობს. -10-ზე დაბეჭდავს, რომ არასწორი თვის რიცხვია, 20-ზეც იგივე სიზავს, მოდი შევიყვანოთ 1. გამოიტანა 31 დღე. აი აქ პირველში შევიდა, აქვე შევიდა. მოდი შევიყვანოთ 7.
7-ზე უნდა ებეჭდო 31 და მუშაობს. ეხლა მოდი 9-ს დავბეჭდოთ. 9-ს გამოვიდა 30. აი ეს. თუმცა, იდეაში ეს პროგრამა მუშაობს და ზოგადად შემოშევა იქნება, რომ პროგრამა ჯერ ისე დაწეროს, როგორც შეგიძლიათ. არ აუცილებლად თავიდანვე პირველი პროგრამის რაღაცა ვერსია იყოს საუკეთესო. ეგრე არ მუშაობს პროგრამირება. ჯერ ვწერთ როგორც შეგვიძლია და მე ნელ-ნელა მომჯობესებთ. თუ თავიდანვე არ გვაქვს საუკეთესო solution-ის მოფიქრების რესურსი. ახლა აქ რო დავაკვირდეთ, ჩვენ შევამჩნევთ, რომ კონსოლოგ 31 დღე და კონსოლოგ 30 დღე მეორდება ძალიან ბევრჯერ. და მე შემიძლია რომ ეს ყველაფერი ერთხელ ერთი კონსოლში შევწიო, ანუ ერთხელ დავაკონსოლო 31 დღე და ერთხელ 30 დღე. იდეაში ეს უკვე if-ების შემთხვევაში ვიცით როგორ გაკეთდება. ანუ მე მოდი ვიტყვი ჯერ ქართულად რა, როგორ ვაზროვნებთ აქ. თუ მასი არის 1, ან 3, ან 5, ან 7, ან 8, ან 10, ან 12. მაშინ დავაკონსოლოთ 31 დღე. ანუ გამოდის რომ მე პირობებს დავუსვი ან ლოგიკურ ოპერატორი და კონსოლოგ 31 დღე ერთხელ ვთქვი. და მე რო სწორად დავალაგე მოცემულობა, შემიძლია კოდიც იგივენად დავწერო. რომ თუ ჯერ if-ად ჩავწერო რა. თუ month არის 1, ან month არის 3, ან არის 5, ან არის 7, ან არის 8, ან არის 10, ან არის 12, მაშინ დავაკონსოლოთ 31 დღე. აქ ვიყენებ ან ლოგიკურ ოპერატორს, იმიტომ რომ რომელიმე რომც დაყოფილდეს რომელიმე მე მაწყობს მაინც. მერე თუ კი ეხლა მეორეზე გადავდივარ, თუ კი მეოთხე თვია, ან მე-6, ან მე-9, ან მე-11 დავაკონსოლოთ 30 დღეს, თუ კი მეორე თვია დავაკონსოლოთ 28-ს, ან 29-ს, იმიტომ რომ თებერვალია და ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში თუ არც ერთი არ ამ პირობებიდან. მაშინ დავაკონსოლებ, რომ არასწორი თვის რიცხვი შემოიყვანა იუზერმა. მაგრამ აქ როგორ შევწეროთ? ანუ case 1, ან 2, ან 3 ესე არ შეიძლება JavaScript-ში ეს არ ხდება. და სინამდვილეში JavaScript-ში შეგვიძლია რომ case-ები ერთმანეთის ქვეშ ჩავამწყრივოთ. და ეს რას ნიშნავს? ანუ მე თუ რამდენიმე პირობა მინდა მქონდეს ან ლოგიკურ ოპერატორით, როგორც if-ში გავაკეთე, ეგ switch case-ებში კეთდება case-ები ჩამწყრილობით. ანუ თუ case 1, ან თუ case 3, ან 5, ან 7, ან 8, ან 10, ან 12, ან ესენი ჩავწიო გვერდით, აი ასე. ასე, ეს გავაკეთოთ. ანუ თუ month არის 1, ან 3, ან 5, ან 7, ან 8, ან 10, ან 12, მაშინ დავაკონსოლოთ 31 დღე. თუ კი case არის 2, მაშინ 28, 29, ხოლო თუ არის case 3, month არის 3, ან case არის 5, ან 7, არა ეს როებზე არა, იგივე სამეორებს, მოიცა, მგონი არასოდეს არ ნახავს. მოიცა 1, 3, 5, 7, 8, ესე ისტორია, ოკეი. მაშინ აქ უნდა იყოს 1, 2, 3, მეოთხე თვე 30-იანი. მე-6 თვე 30-იანი, მე-9 და მე-11, ოკეი. და ნუ მე ვსავშლი დამატებით, აი ამ ზედმეტ კოდს უკვე წავშლი. ეს. და კონსოლოგ 30 დღე და კონსოლოგ 31 დღე მიწერია უკვე მხოლოდ ერთხელ. ოღონდ ეხლა უკვე case-ების ჩამწყრილებით. Case-ების წერას იგივე ჭირდება და თან break-ების მოვიშორეთ, იმიტომ რომ ამდენი break-ი არ მჭირდება, იმიტომ რომ ერთხელ break-ებ, როცა execution-ის ნაწილში შევდივარ, თუმცა კონსოლოგ 31 და 30 ერთხელ მიწერია. იმიტომ რომ ან ლოგიკურ ოპერატორი გამოვიხსენე switch-ებში case-ების ჩამწყრილებით. ეს იგივეა, რაც ეს ლოგიკურად უბრალოდ სინტაქსზე განსხვავებული. და ეხლა რომ გავტესტოთ, აი მაგალითად პირველ თვეზე არის 31, მეორეზე 28, 29, მეოთხეზე 30. და ნუ ეგრევე რომ მეფიქრე რაღაც შემოკლებულ კოდის დაწერაზე, ნუ ეხლა მე დავწერე, იმიტომ გადაღეჭილი მაქვს, მაგრამ ზოგადად დამწყებებისთვის ეგ კაი მიდგომა არაა. ჯერ დაწერეთ როგორც შეგიძლიათ, რომ ამუშაოთ, სწორი პასუხი მიიღოთ და მე ეცადეთ რომ უფრო უკეთესი ვარიანტი მოძებნოთ. დროთა განმავლობაში ისე დაგილაგდებათ გონობაში პრობლემის გადაჭრის უნარი, რომ ეგრევე მიხვდებით რა არის საუკეთესო ან შედარებით უკეთესი გზა, რომ პრობლემა გადაჭრით, მაგრამ თავიდან მოდი ეგრე გავაკეთოთ. რომ საუკეთესო პროგრამა არ აუცილებლად დავწეროთ თავიდანვე. არ აუშავს. და კიდევ ერთი რაღაცა მინდა რომ გითხრათ,
ტექნიკურ რაღაც კოდის ნაწილს არ ეხება, უბრალოდ თუ დააკვირდით. აი ნახეთ, მოდი ამას ამოვაკომენტარებ. მე თავიდან if-ის პირობა მიწერა აი ასე. ცე გადავიყვანო ისევ. აი ეს. if-ის პირობა მე მიწერას ჩამსჭრელობ თუ მანსიბურის 1, 3-სან და ამ შემდეგ და მე რო დავასევე Ctrl S-ით. ნუ მაგაზე კომანდი S. მე როგორ ისე დაფორმატირდა, რომ უფრო გასაგები და აღსაქმელი ყოფილიყო ჩემთვის ასაკითხად. როგორც დეველოპერისთვის. და ეს თქვენთან არ გექნებოდა დაყენებული, იმიტომ რომ დამატებითი extension-ი ანუ tool-ია, რაღაც ხელსაწყო არის, რომელიც ამაში გვეხმარება, რომ რაღაც კოდს დავწერთ, რომ გაალამაზოს და ისეთ ფორმატირების ენას დაწეროს, რომელიც ყველა დეველოპერისთვის არის მისაღები და ადვილად გასარჩევი. და მაგაში გვეხმარება. და მაგის სახელი არის prettier. და როგორ ვიწეთ prettiers? prettier ნიშნავს უფრო ლამაზ და ლოგიკურიც არის, რომ მაგაში გვეხმარება. შევდივართ extension-ების დამატებითი ხელსაწყოების საინსტალაციო გრაფაში. აი აქ. აი თუ ჩამოვუყევით Explorer-ის ნაწილს, ქვევით არის ეს extension-ები, კუბიკებია დაწყობილი. და ეგ დავსერჩოთ prettier. შევიდეთ პირველივე შესამოაგდებს, პირველივე არა ბოდიშით. ჩემთან მეორეა, თქვენ შეიძლება პირველი იყოს, არ ვიცი. მოკლედ ასეთი ლოგო აქვს. აწერია ფერადი ზოლებით. ამას დაინსტალირებთ. მე უკვე ჩაეწერილი მაქვს და uninstall-ს მიწერს, მაგრამ თქვენ install გამოგიჩნდებათ. და როცა ჩაიწერთ, მოგიწევთ setting-ებში რაღაცების ცვლილება. ახლა მას გავაკეთებ და მე ჩანაწერ შეგიძლიათ რომ უყუროთ. შევდივარ setting-ებში, ეკრანი სულ დაბლა და მარცხნივ. მე ვირჩევ settings და search bar-ში ვსერჩავ ეგეთ რაღაცას. default code format. ან default-ის შეაწეროთ ამოვარდება ეგრევე. აი default format-ი არის drop down menu, ამას შემოშლით და აირჩიოთ prettier code formatters, აი ამას. შემდეგ დასერჩით on save და მონიშნეთ ეს checkbox. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი კოდი გალამაზდეს ბრწყალებში, ანუ დაფორმატირდეს კარგად, როცა დავასეივებთ. ანუ წეგან ჩუბროთ დავწერე და როგორც კი დავასეივებ, დაფორმატირდა. იმიტომ რომ იქ on save-ის checkbox-ი მქონდა მონიშნული. და ესეც ეხლა თუ გამოგჩათ, სემინარზე მე გადაახვით, ხვალ ვტკვრთავ და აუცილებლად დააყენეთ, იმიტომ რომ ბიურამაში გაგიმარტივოთ საქმეს. და უფრო კითხვაც გახდის თქვენ კოდს. კარგით. ნუ დღეისთვის სულ ეს იყო, რას მინდა რომ ამიხსნავ. ყველა მოცანა არ გაგურჩევი, მაგრამ მაგას არ სუპერი ხოლმე ყველა მოცანა გავარჩიოთ, იმიტომ რომ თქვენ ცოტა იწვალთ. მაგრამ დღეს ისეთ თემებს შევეხეთ, რაც დღევანდელ ამოცანებში და ზოგადად პირობით ოპერატორებში უმეტესად გამოგადგებათ. ლოგიკურად თუ სინტაქსურად. ოკეი, მოდი ახლა ჩანაწერს გამოვხდავ და გადავიდეთ კითხვა-პასუხის